სად გაქრა სალომე ზურაბიშვილი? მან ამოწურა ეს ლიმიტი. ყველას აქვს თავისი ლიმიტი. ანუ ყველას უხდიან იმ კონკრეტული მონაკვეთისთვის. მან შეასრულა თავის სამუშაო და აქ დასრულდა მისი მისია. კიდევ რას დაავალებენ და რამდენს გამოუყოფენ რომელიღაცა ბიუჯეტიდან და ბიუჯეტი ჩვენ ხო ვხედავთ ნელ-ნელა გამჭვირვალეობის კანონს ებრძოდნენ და რას არ გვეძახდნენ და რა ვიცი კრემლის აგენტურას და ასე შემდეგ და ეხლა ტრამპმა რო თქვა ტრამპი ვისი აგენტია. ანუ იგივე აღმოჩნდა რომ იგივე სითხოვს ტრამპი, მასკი გამჭვირვალეობას და 30 მილიონი ყოფილა დახარჯული საქართველოზე. და რა თქმა უნდა ტრამპს აინტერესებს რა შეხარჯებოდა რევოლუციების მოწყობაში და ის რომ ილონ მასკის პატარა პაწაწუნა ვიდეოში თბილისია ნაჩვენები რომ აი ეს რევოლუციური სცენარები ზუსტად მათგან ფინანსდებოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა მე ვფიქრობ ისეთი რამე გაცხადდა აი ამ დღეებში რომ პროცესი ჩაქრება უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულებების შეცვლას და როგორ წარმოგიდგენიათ ამერიკისა და საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. მე ვფიქრობ ამ პატარა ვიდეოთი ზუსტად ეს მესიჯი იყო რომ არანაირი ხიდ ჩატეხილობა არ არის და ილონ მასკი როდესაც რაღაცაზე საუბრობს და ფონად საქართველოს ფონი მიდის ეს არის მესიჯი. ხა თუ იმეს გონია რომ ილონ მასკი და ტრამპი უნდა გამოვიდნენ და საქართველოსი დაიწყონ დღის წესრიგი ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან უმნიშვნელო დიდ